დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ ბიზნესმენი, მხატვარი, ყოფილი სპორტსმენი კალათ ბურთელი და გატაცებული არის სპორტული მანქანებით. ბატონი სერგი ხაზარაძე მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ რომ მოგწადით ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ დღეს და ეთერს გისურვებთ და რა თქმა უნდა წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. არა მარტო თქვენ სრულიად საქართველოს ჩვენ ზურფასთან მაყურებელს მოგლოცავთ დამდეგ 2026 წელს სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების და წარმატების წელი ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ, ბედნიერი ვარ და მიხარია რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი. მოგთააცილეთ ეს ბედნიერება და მზად ვარ თქვენს შეკითხვებს უპასუხო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვები გვაქვს და ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს მიერ შესრულებული ნახატები არის წარმოდგენილი სტუდიაში მართლაც საოცარი არის და როგორც კი შემოვაბრძანეთ ეს ნახატი თქვენს ზურგს უკან არის მართლაც საოცარი არის რაღაც ანგელოზები და მე ვთქვი რომ შავი ანგელოზები არიან მეთქი და შავი ანგელოზები არა პირიქით შეიძლება მე ესეთი რაღაც წარმოდგენა მქონდა რომ თითქოს ადამიანები მიფრინავენ ზეცისკენ რომელმაც ძალიან ბევრი რამ განიცადეს აქ და შემდეგ მითხარით რომ ეს არის შოვის ტრაგედია ამ ნახატის სახელი და ნუ რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო არის ის რაც მოხდა ეს არის მართლაც სტიქიური უბედურება და რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ სტიქიურ უბედურებას და თქვენ უკვე ალბათ ის რაღაც ღრმა დეპრესიის ჰქონდათ განცდები, ემოციები და შეასრულათ უკვე ეს ნახატი და მაინტერესებს როგორ დაიწყო ამ ნახატის დახატვა. ცოტა ისეთი უცნაური ისტორია აქვს ამ ნახატს. თუ ხო შეიძლება რომ შევეხო ნახატს? კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შევეხებით, ჩამოვიღებ. ჩვენ ვიცით რომ სამწუხაროდ ეს ამბავი მოხდა 2023 წლის 3 აპრილს და აი უკან მაქვს კიდევაც ჩანიშნული, ან 3-ში მოხდა და ჩანიშნული მაქვს ნამუშევარი შესრულდა ტრაგედიის 2 დღით ადრე 1-08-2023 წელს. ესე იგი, სანამ მოხდებოდა 2 დღით ადრე შეასრულეთ ეს და კი ბატონო, ხო, არ ვიცი უბრალოდ დამთხევა იყო თუ წინადგზნობა იყო, არ ვიცი, მოკლედ პირველი რიცხვი იყო, დილით როდესაც ასე თქვა გავიღვიძე დავდექი, შემაწუხა მოკლედ რაღაცა მაი შიგნიდან, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და დავინახე ერთი ტილო, რომელიც იყო აბსოლუტურად თავისუფალი, მოვკიდი ამ ტილოს ხელი და დავიწყე ხატვა, რას ვხატავდი ნამდვილად არ ვიცი. და საბოლოო ჯამში დავხატე აი ეს დედა და სამი შვილი, რომელიც ცაში მიდიან ანგელოზთან. ზუსტად ესე იგი 2 დღეში უკვე 3-ში, ანუ მოხდა ეგ ტრაგედია და ტელევიზორში ჩვენ ვნახეთ, თუ გახსოვთ, ერთი მამაკაცი იყო, რომელიც ესე იგი ეძებდა თავის მეუღლეს და 3 შვილს. თოჯინით იყო ეს ადამიანი, თუ გახსოვთ რა, მოკლედ ძალიან ცნობილი ისეთი კადრები არის რა და მივხვდი რომ ის მქონდა დახატული რა და შემდეგ უკვე დავაწერე რომ ეს არის შოვი რაჭა შოვის ტრაგედია. აი ესეთი ისტორია აქვს და გქონდათ და ეს ზუსტად ის შეიძლება დამთხევა არის. დამთხევა. ნუ რა თქმა უნდა დამთხევა თუ როგორც არის ზუსტად ის რეალური ფაქტი რაც მოხდა ის უკვე თქვენ რამდენიმე დღით ადრე უკვე ნამუშევრის ნახატზე ტილოზე შესრულებული უკვე მოიტანეთ და ნუ რა თქმა უნდა ესენი მიფრინავენ ზეცაში. კი ბატონო და სხვადასხვის ჩემთვის ახლა პირადად ეს ნახატი შეუფასებელია შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ ბოდიში დანაჯღაპნი იყოს მაგრამ ჩემთვის არის ეს შეუფასებელი და იყო შემოთავაზება 2 ადამიანიდან რომ რაღაც გარკვეულ ტახის ანაცვლოდ ეგ ნახატი უნდათ მაგრამ ჩემს პირად სახში ჩემს პირად სივრცეში არის თავის ადგილი აქვს ამ ნახატს და არასოდეს არ გავყიდე ღმერთმა პრობლემები გვაშოროს ვის არ აქვს პრობლემები დღეს მით უმეტეს ისეთ რთულ რეგიონში ცხოვრობთ მაგრამ მე ამ ნახატს რაც არ უნდა პრობლემები მქონდეს ფინანსური არასოდეს არ გავყიდე. ესე იგი ჩვენ სტუდიაში კიდევ არის რამდენიმე ნახატი და მეც მაინტერესებს რადგანაც უკვე თანმიმდევრობით რო განვიხილოთ შემდეგ არის უკვე გემი არის და უბრალოდ ის ზემოთ რაღაც მე ესე პირველად რო შევხედე თქოს რაღაც წარწერები იყო მაგრამ ეს არის აფრები თუ როგორ ეს აფრები არის ჩემი ხედვა ესე ვთქვათ მე ვარ მოყვარულის დონეზე თვითნასწავლი მხატვარი და არ მაქვს დიდი პრეტენზია რომ რაღაცა სერიოზულ ნახატებს ვქნი და რაღაცა იქნა გამოვიდნენ რომ ტექნიკა არ მაქვს მე ბევრი უბრალოდ რაღაცა ჩემი ფიქრები და ჩემი ხასიათი გადამოქვს ხოლმე ტილოზე და ეს არის გემი რომელიც არის შავ ზღვაში და ამ ნახატის არ იყოს ვისურვებდი რომ აი ანაკლის სპორტი საქართველოში მოკლედ აშენდეს გაკეთეს და მსოფლიო ბაზარზე ესე გავიდეთ რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო გამდიდრდეს და არავის არ უჭირდეს. რა თქმა უნდა, მეც ვიმედო ესა
თქმა უნდა შავი ზღვა არის და ის სხვათა შორის ეს ჩვენი შავი ზღვა უფრო ლამაზად არის წარმოდგენილი და კი ჩემ ფერებში მაქვს გადაწყვეტები და ეს წითელი რა არის ეს გემზე რაღაც ეს წითელი ეს თითქოს ხო რაღაც ანათებს სხივი და უბრალოდ ანარეკლი არის შემდეგ რა და ჩემებურად და ნუ რა თქმა უნდა გადმოვიდეთ შემდეგ ნახატზე ეს არის რაჭა ჩემ ფერებში თქვენ ფერებში დანახული რაჭა მაგრამ მე თითქოს ესე წარმოვიდგინე რომ შემოდგომის რაჭა კი შემოდგომის არის რა თქმა უნდა შემოდგომის რაჭა არის და ნუ რაჭა და რატომ დახატეთ თქვა რაჭა იმიტომ რომ რაჭა ისტორიულად ასე ვთქვათ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარე ძველი ეგრისი ვისი ჩვენ კარგად და ყველაზე მდიდარი სხვადასხვა თავადები ყავდა საერთოდ რაჭველებს რა და ფაქტიურად რაჭიდან ხდებოდა მთელი საქართველოს მომარაგება პურის კაკალით იყო თუ ცხოველით იყო თუ ფრინველით იყო ყველაფერი რაჭიდან გადიოდა ძალიან მდიდარი მხარე იყო დღეს ახლა მაგალითად კახეთი არის ყველაზე მდიდარი და ნუ მაშინ იყო რაჭა რა და სხვადასხვა ესეთი საინტერესო ისტორია არის კიდე იმდენად მდიდრები იყვნენ რაჭველები რომ მათი თავადები თავიდან არიხდიდან სამეფო გადასახადებს და შემდეგ სოლომონ პირველი რო არის ჩვენი ქუთაისელი ესეთი დიდი მეფე მოკლედ მან აიძულა ეს რაჭველები რომ მოექცია ეს საქართველოსკენ ყველა გადმოვიდნენ შემდეგ საქართველოს მხარესა და სოლომონის მხარეს და დაიწყეს უკვე მთელი ჩვენი ქვეყნის როგორც ეგან აღნიშნე კვება და ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი აქვს რაჭველებს შეტანილი საქართველოს აღორძინებაში რა და სხვადასხვა ყველაზე ძლიერი მეომრებიც კი რაჭველებს ყავდათ ასე რომ ისტორიულად იმდენად დიდი ისტორია აქვს რაჭველებს რომ ჩემთვის დღესაც კიდე მე რაჭველებთან მაქვს შეხება ძირითადად ეხა ლაშა პატარიძე არის ჩემი მეგობარი მეღვინი არის რომელიც ხვანჭარაში ცხოვრობს და თავისთავად ხვანჭარას აწარმოებს ხო და იმდენად დიდი შეხებები მაქვს მე რაჭველებთან რომ ძალიან თბილი ხალხი არიან და ძალიან კარგი ადამიანები მშრომელები პატიოსნები და ამიტომ ყოველთვის რაჭაზე ვაკეთებ ხოლმე არა მაქვს მარტო ეს ნახატი რაჭაზე მაქვს კიდევ სახში რაღაცა და თუ რა თქვენ ახსენეთ რომ ხვანჭარა მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის რომ თვითონ ხვანჭარა ორი ყურძნის ჯიშისაგან კი ხვანჭარა არ არის ყურძნის ჯიში ალექსანდროური და მუჯურეთული დიახ და ორი ჯიშის შერწყმის შედეგად უკვე წარმოიშვა ასე ვთქვათ ხვანჭარა რატო უწოდეს ალბათ იმ სოფლის სახელი სადაც ასე ვთქვათ მოდის ეს უნიკალური ორი ჯიში სხვადასხვა მე ჩემს YouTube გვერდზე ერთი პატარა ვლოგი მაქვს ჩაწერილი რაჭაში მოგზაურობა და იქ ზუსტად აი ამ თემაზე ვსაუბრობ მე რომ ხვანჭარა არ არის ყურძნის ჯიში ეს არის ნუ ამ ორი უნიკალური ჯიშიდან ბუკეტი შექმნილი და გაკეთებული საიდანაც მე უკვე არომატული ღვინოების მართლაც ძალიან კარგი და იმედს ვიტოვებ რომ ლაშა კიდე გამოგვიგზავნის ამისა მოგომარაგებს ხვანჭკარად თქვენს გადმოგცემთ საჩუქრად აუცილებლად რა თქმა უნდა და გადაცემის შემდეგ ხვანჭკარით ასე ვთქვათ შევსვათ კარგ საქართველოს საფრთხეზე და შემდეგ თანმიმდევრობა დავიწყებთ და შემდეგ გადავიდეთ ამ ნახატზე ეს და კიდევ ჩემს სულს უკან არის თქვენი სულის თქვენი შინაგანი სამყაროს ემოციები არის ასახული და სხვათა შორის რომ მითხარით სანამ გადაცემას დავიწყებდით ჩემი შინაგანი სამყარო არისო და რაღაც ძალიან ლამაზ ფერებში არის მაგრამ ძალიან ბევრი არის მუქი ფერი მასში ხო იმიტომ რომ ნუ ძალიან დიდიც არა ვარ მაგრამ პატარაც არა ვარ 52 წლის ვარ რა და 100 თუ ისეა რაღაც საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს გავლილი მოგეხსენებათ 90-იანები ნუ ქუთაისში დაიწყო ჩემი ცხოვრება იქ დავიბადე იქ გავიზარდე და მიუხედავად პრინციპში ამ გაჭირვებული მდგომარეობისა ხალხი მაინც ერთმანეთს გვერდით ვედეკით თუმცა იმ გაჭირვებას რა გაჭირვებაც იყო ის უწყლობა იყო უშუქობა იყო უგაზობა იყო საჭმელი არ იყო ნუ მოკლედ საშინაო მდგომარეობები გადავიტანეთ და იქედან მოყოლებული შემდეგ როდესაც მე ფერზე დავდექი ჩემი ბიზნესები ასე ვთქვათ ვაკეთე და სადღაც რაღაც მიღწევები მქონდა მიუხედავად ამისა მაინც ძალიან დიდი პრობლემები გავიარე ოღონდ იმ პრობლემებზე საუბარი რა თქმა უნდა არ მინდა ამიტომ ჩემი ცხოვრება მაინც დატვირთული არის სამწუხაროდ ბევრი მუქი შავი ფერებით და არის თეთრი და ყვითელი ფერებიც სხვათა შორის წითელი ყვითელი თეთრი კიდევ არის ცისფერი აუცილებლად ნუ ესე იგი სამყაროში ისეთი ფერები რომლებიც აი ჩვენ სტუდიაშიც რომ არის ესეთი კარგი მკვეთრი ფერები და სხვათა შორის არის ისეთი რომ უფრო მეტად მე ვფიქრობ რომ კითხვით რომ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე მაგრამ ეს შავი ალბათ იმ პრობლემებს
პრობლემებს ასახავს. საწმისი და შემდეგ უკვე ნათლი. კი, აი ზუსტად სწორად ხედავთ. უკვე თქვენ უკვე განათებულ პერიოდში ხართ. კი ბატონო, სწორად ხედავთ ყველაფერს. და შემდეგი უკვე აქეთ არის ესეც მომეწონა ძალიან. ხო, ეგეც პრინციპში ეს უფრო ღიაფერები არის. კი, უფრო ღიაფერები არის. ალბათ ეს უკვე ის პერიოდი, სადაც კი, ის პერიოდი არის, სადაც უკვე შედარებით ნორმალურად და სტაბილურ კარგ მდგომარეობაში იყო ჩემი ცხოვრება რაღაც ეტაპზე. და ნუ რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ჯოკერი არის. ჯოკერი, ეს უბრალოდ დახატეთ. კი, ეს მეგობარს უყვარს მოკლედ ეს არ ვიცი, მოკლედ გმირი, ესე ვთქვათ, უყვარს ჯოკერის გმირი და მან თქვა რომ დამიხატეო და რო დავხატე რაღაც ეს ჯოკერი ძალიან მომეწონა და ავდექი და ეს დავიტოვე და მას უფრო დიტილოზე, ტექნიკურად უფრო კარგი შესრულებული ვაჩუქე გადავეცი მას. ეს რაღაც დავინახე ამაში ისეთი რომ აი არ ვიცი დავიტოვე. ნახევარი პროფილით. ხო, ის დიტილოზეც გადატანილი ნახევარი. კი, ის ნახევარი პროფილით იყო. ესე იგი ნახევარი პროფილით უყურებს სამყაროს. ჯოკერი, კი, იმიტომ რომ ჯოკერში არის თუ ალბათ ვიცით ყველა ხო პრინციპში მისი გმირი, მასში არის ძალიან ბევრი კარგი ემოციები და ცუდი ემოციები რა და ალბათ მე მხოლოდ კარგი მოგწეს გადმოტანა. და ის ნახევარი დავფარეთ ცუდი ემოციების. კი, ძალიან კარგი არის რომ აი ეს თქვენს ნახატები, ნუ რა თქმა უნდა ცხოვრების პერიოდი ისეთი არის რომ იქნება ნეგატიურიც, პოზიტიურიც და შეჯამებით მაინც მე ვფიქრობ რომ უფრო პოზიტიურმა უნდა გადაჭებნოს თქვათ იმ ნეგატიურს. და ნუ რა თქმა უნდა კიდევ არის ნახატი თქვით რომ ეს არის ეს ვარ მეო და სახლი არის დახატული ეს ვარ მეო და უბრალოდ მაინტერესებს ეს არის უბრალოდ სახლი მხოლოდ მარტო განმარტოებით სადღაც ტყეში საკუთარი თავის იმედად მხოლოდ და ნუ ზემოთ ხედავთ რომ არის განათებული ღმერთის ასე ვთქვათ იმედად რა. რაღაცნაირად ბუნებაში მაქვს გადატანილი ეს ჩემი ცხოვრების კიდე რაღაც ეტაპი რა. ესე იგი უძრავი მდგომარეობა არის? არ არის უძრავი მდგომარეობა, კი არის სახლი, მაგრამ თუ დავაკვირდებით კვამლი ამოდის. აქნაირად უძრავი მდგომარეობაში არ არის. შიგნით ჩქებს სიცოცხლე. სიცოცხლე ჩქებს და რაღაც ფიქრობ ღამის უფრო ღამი არის, ხო, ალბათ ეგეც მაინც რაღაც დაღი აქვს დატოვებული. ის 90-იანი წლები. კი, რაღაც დაღი არის ის კვამლის, ის ნუ რა თქმა უნდა ხდებოდა გათბობის საშუალება იყო ხისგან, შეშისგან ხდებოდა ხოლმე და სითბოს ასე იღებდნენ ადამიანები იმ პერიოდში. არაფერი არ იყო და ალბათ მე ვფიქრობ, ნუ რა თქმა უნდა ახლაც დიდი სიყვარული ეს, მაგრამ რაღაც უფრო მეტი დიდი სიყვარული ჰქონდათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ ადამიანებს და უფრო მეტ ემოციებს ავლენდნენ ერთმანეთის. სამეზობლო ბოდიში თუ გაწყვეტიებთ, აი სამეზობლოც კი ფაქტიურად ერთად სადილობდნენ, ერთად ვახშმობდნენ, საჭმეს ერთად ამზადებდნენ, ვახსოვს მაგ პერიოდში შეშარვარ იყო საბურავებს. მაგრამ კი, არა, ის რაღაც ურთიერთობები კი და სხვათა შორის ჩემს თუ რამე კარგი და პოზიტიური მაქვს მე ხასიათში, ეს არის ჩემი ბებოს დამსახურება, დედა ჩემის მხრიდან ვამბობ, მამა ჩემის მხრიდანაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ჩემი ბებო, ორივე გარდაცვლილი არის სამწუხაროდ, მაგრამ ეხა დედის მხრიდან მინდა აი ლამარა ერქვა ჩვენ ბებოს, იყო ესეთი გმირი ქალი ფაქტიურად, აი როდესაც იყო წეღან ჩვენ ვახსენეთ ის შეშა არ იყო არაფერი არ იყო, მაგ დროს ხალხს ოღონდ სახლში შეშა მიეტანა და ბავშვები გამთვარი ყოლოდა და სიცივით არ მოგდარიყვნენ, ჩეხავდნენ მოკლედ ტყეებს, ხო გვახსოვს და ტყეები ფაქტიურად სულ გაჩეხილი იყო. კი და აი ეს ბებია ჩემი მე ვიზეც ვსაუბრობ ეხა ჩემ ბებოზე, ეს იყო ძალიან მშრომელი ადამიანი, ძალიან მშრომელი ქალი და მას ესე იგი ქუთაისის გვერდით იყო ესეთი მარჯვენა დასახლებას ეძახდნენ დაჩები. სადაც მას ჰქონდა დაჩა და ნუ ბევრი ყანა ჰქონდა ესეთი მშრომელი იყო, დილის 5-ზე დგებოდა მოკლედ რა და ნუ მთელი საათესაო ფაქტიურად მისმა შრომამ გადაარჩინა და ანუ რის თქმა მინდა ესე იგი იქ იყო ამ დაჩის გვერდზე იყო ძალიან დიდი ტყე, გრძელი ტყე, რომელიც ქუთაისიდან გადაჭიმული იყო წყალტუბომდე და ფაქტიურად ამ ტყის გაკაფვა მიდიოდა და ბებია ჩემმა მოკლედ ესე იგი იმდენი იწვალა, იბრძოლა და იშრომა და ომიც კი გაიტანა რა ფაქტიურად, იმიტომ რომ სერიოზული მოკლედ იარაღიან ხალხთანაც ჰქონდა რაღაც პრობლემები, თქვენც
წარმოიდგინეთ რა, მაგრამ შედი ვაშკაცური ქალი იყო რა და მოკლედ ესე იგი ისე დაალაგა ის ადგილი, ის დღე ეკუთვნოდა წყალტუბოს მაშინ მე მახსოვს და წყალტუბოს გამგეობასთან ისე დაალაგა სიტუაცია, რომ მიცენ უფლება, რომ დღე რამდენსაც შეძლებდა შემოეღობა. და მე მაშინ ვიყავი ალბათ 10-11 წლის მე და ჩემი ბიძაშვილი და ვეხმარებოდით ბებოს და ბაბუას, ჩვენ ესე ვეძახით იმერეჯი ბებოს და ბაბუას და ვეხმარებოდით ჩვენ და ეს დღე არ მახსოვს რამდენი ჰექტარი, მაგრამ დღე და ღამე ვშრომობდით და შემოღობეთ ეს დღე და ამ დღეში ვერავინ არ შედიოდა იქ მე ძაღლები მოვაშენეთ. რამდენ ფართობზე რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი ფართობი იყო. კი, გადავარჩენ, ნახევრად გაჭეხილი იყო, მაგრამ ვებიაჩემა შემდეგ ესე იგი ეკალას ესე ვეძახით, ყველაზე მალე მზარდი ხი არის რა და ეს ხეები მოკლედ იყიდა ძირები და ისინი გავაშენეთ შემდეგ და აი ეხლა თქვენ რო ნახოთ ის დღე აი გაგიხარდებათ მოკლედ რა და ეს რამდენი წლის ეს არის უკვე გეტყვით აგერ 25 წელზე მეტი არის 25 წელზე კი 28-27 წელი დაახლოებით. რამე განსაკუთრებული სახეობა სხვა ხელმძინარეები ხომ არ დაგირგავთ? რაღაცები ბებო მე არ მახსოვს ზუსტად იმდენი წელი გავიდა ეხლა ზუსტად არ მახსოვთ რო გითხრათ სიმართლე, მაგრამ ბევრი ყვავილებიც გააშენა, რაღაც მგონი რაღაც ჩინური ძირები იყო, რაღაც ყვავილები, ისინი გააშენა, ოღონდ სახელები ნამდვილად არ მახსოვს და რას გითხარით, თხილები გაუშვა ძალიან ბევრი გააშენა და ასევე ეკალა, რომელიც სწრაფად იზრდება რა და მაღალი ხი არის. და დღესაც ის ხეები არის რა და იქ რო ჩავდივარ. ესეც სასიკეთო საქმე გააკეთეთ თქვენ და ასევე ბებო და აი მან და იქენა იქენა გამოვდინარე მაგ ბუნების სიყვარული ესე ვთქვათ რა და თითქმის აი მაღალ ხეებთან არის ასოცირება. კი. ალბათ ყველაფერი მაქვს ჩადებული მაგრამ ყველაფერი და მართლაც საინტერესო ნახატი არის. და რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენ უკვე ვთქვით გადაცემის დასაწყისშივე რომ ყოფილი სპორტსმენი კალათბურთელი ბრძანდებით და უნდა შევეხვდეთ აუცილებლად. ესე იგი მარტო მხატვარი არ ბრძანდებით კალათბურთელის ბრძანდებით და მოყვარულ დონეზე კიდე უკვე გადაცებული ხართ სპორტული მანქანებით. რა თქმა უნდა სოციალში YouTube-ზე აქტიურად არის თქვენი ვიდეო რგოლები. სპორტული მანქანების ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ კი, რაღაც გადაცემებსაც ვაკეთებ მე და ჩემი შვილი, ასე ვთქვათ. აზარტული ხართ, ხო? გსიამოვნებთ ეს მანქანები. მხოლოდ მანქანების მხრივ ვარ აზარტული, სხვა მეტი არაფერი. მეტი სხვა არაფერი, მხოლოდ მანქანების მხრივ. სპორტსმენი კალათბურთელი როგორ დაიწყო? ბავშვობის ასაკიდან და კი, მე ვიყავი ზუსტად 13 წლის, როდესაც დავიწყე, ესე იგი, კალათბურთის თამაში დაახლოებით 2 თვეში, 3 თვეში. ჩემი პირველი ტრეინერი ვინც იყო, გიგა დოლაბერიძე, მახსოვს საცხონოს ღმერთმა, არაჩვეულებრივი ადამიანი, მას ჩემი მონაცემები მოეწონა და მისი ბიძა უკვე სპორტ სკოლაში იყო იქ ქუთაისში, დოლაბერიძე, ფაქტიურად სამგზავრო ფულის არ ქონდა ხოლმე და ფეხით რავი კილომეტრებს დავდიოდით ბიჭები. ჯანმრთელობით სასარგებლო იყო. კი, აი თავარი მონდომება არის და აი მონდომება რო იყო და სურვილი რო იყო, ჩვენ ამას ვაკეთებდით, კი. ასევე კიდე ასანიშნი არის და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი კეტი მქონდა ალბათ 1-2 წლის განმავლობაში და ყოველი ვარჯიშის მერე სახლში მოვდედი ხელით მკევსავდი ესე. ეგეც მახსოვს. მოკლედ. რაღაც რთული პერიოდი, მაგრამ თითქოს იცით რომ ფიზიკურად უკვე ვარჯიშის დროს ადამიანი რაღაც ამ ყველაფერს უცლებდა, როცა გიყვარს ამ ყველაფერს აკეთებდით. და საქართველოს მასშტაბით ქონდათ ხო შეჯიბრებები და კი, როგორ არა, კი. გამარჯვებები თუ ქონდით. კი, როგორ არა, კი. ქუთაის ყოველთვის ყავდა, გინდა ფეხბურთში, გინდა კალათბურთში, გინდა ხელბურთში, ყოველთვის კარგი გუნდები ყავდა, იმიტომ რომ ქუთაისი ერთ-ერთი გამორჩეული არის როგორც ხელოვნების, ასევე სპორტის ქალაქი. არ გაყავით სპორტს. ვფიქრო ყოფილი სპორტსმენი. კი, არ გაყევი, იყო ტრანვებიც იყო ასევე ის ფინანსური რაღაცა მდგომარეობა მაშინ სხვანაირად არ გამოდიოდა, ფინანსებიც უნდა ქონოდა და ბევრმა რაღაცამ. უფრო ძირითადად ტრანვება მაინც. ტრანვების ამბავი არის. და გადავერთეთ უკვე სპორტის, ვთქვათ, დანებების შემდეგ უკვე გადავედით რა ეტაპზე? შემდეგ სპორტის შემოიწყეთ. შემდეგ მე პრინციპში მე პარალელურად ჩემი ბიზნესი მქონდა 13 წელს რო ვიყავი სახლში. და თქვენი ესე საქმიანობდით პარალელურად. კი, რაღაცებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს გარდა ჩემს უკან ბევრი ადამიანები იყვნენ და მაინც ასე ვთქვათ ფინანსური პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რაღაცები მქონდა, მაინც იყო ეგ ფინანსური პრობლემები, ვერ გავექცეოდით ხოლმე რა. 13 წელს ვიყავი პირველად, როდესაც სახლში დავიწყე მე გულზე ჩამოსაკიდებელი ხატების, ასე ვთქვათ, შექმნა, გაკეთება და ეკლესიებში ვაბარებდი. რა თქმა უნდა, ლოცვა-კურთხევით იყო ეგ ყველაფერი. საინტერესო. ჩემი ნათლია, რომელიც მღვდელი იყო, წინასწარს გარდაიცვალა. თუ გქონიათ წმინდანების, ვთქვათ, ხატების, ვთქვათ,
დაწერა არა იმდენად სურვილი როგორ არა მაქვს მაგრამ იმდენად ტექნიკურად მე ვერ ვერკვევი და არ ვიცი ტექნიკა მხატვრობის და მე ვარ თვითნასწავლი ნამდვილად ვერ გავრისკავ ეხლა რომ წმინდანების ასე ვთქვათ დაწერა დავიწყო და ტილოზე გადატანა ჩემთვის ძალიან რთული საპასუხისმგებლოც არის და რთულიც თავისთავად რა გახსოვთ პირველი თქვენს მიერ შესრულებული ნახატი რა იყო პირველი ჩემი შესრულებული ნახატი იყო როდესაც მე კალათბურთზე დავიწყე მაშინ სიარული რო დავიწყე, მაშინ დავიწყე სერიოზულად ხატვა კალათბურთელების რა, მაიკლ ჯორდანიდან მოკლედ დაწყებული. თუმცა სულ პატარა რო ვიყავი, მე 5-6 წლის, მაშინაც ვხატავდი ხეები, ყვავილები და ეგეთ რაღაცებს რა. გადაცემა და ეტაპობრივად უკვე დაიხვეწა და უკვე მე დავანებე ხატვას თავი სხვადასხვა ადრე უფრო კარგად ვხატავდი მე ბავშვობაში, უბრალოდ ესეც მინდა რომ აი ყველა მიცოდეს რა და გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა რომ არასოდეს როცა ჩვენ რაღაცას ადამიანს უფასებთ არასოდეს ნეგატიური არ უნდა უთხრათ მე ერთმა ადამიანმა მითხრა რომ რაღაც ნახატი არ მოეწონა და შენ კარგად ვერ ხატაო და იმაშინ დავანებე თავი და იმის შემდეგ გავიდა დაახლოებით ალბათ 15 წელი 16 წელი და ეხლა დავიწყე ესე ვხატო ესე იგი ის იყო ამოტივაციის წყარო არ იყო ის მან უფრო და ნუ რა ჩემი სისუსტე იყო პრინციპში ეგ იყო ჩემი სისუსტე რომ მე არ უნდა დაგენებებინათ თავი პირიქით უფრო მეტად უფრო და მაგრამ არა უშავს შემდეგ ისევ განაგრძეთ დაუბრუნდით და რა იყო ის დაბრუნების თავარი დაბრუნების რა იყო და როგორ გითხრათ ბევრი სირთულე იყო ჩემს ცხოვრებაში და ერთხელ აღმოჩნდა ისე რომ საკუთარ თავთან დავჭი სრულიად მარტო რაღაცა განცალკავებული და მაშინ ვიფიქრე რომ მოდი ხომ არ დავიწყო ხატვა და დავიწყე და მოკლედ ისეთი ეტაპები არის ცხოვრების რაღაცები რომ აი ხმამაღლა საუბარის გასაგებია და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი როდესაც ჩვენ გადაცემაში მხატვრები მომზადებიან ხოლმე ყოველთვის ესე ამბობენ რომ რაღაც თითქოს დეპრესიულ მდგომარეობაში როდესაც არიან უფრო მეტად შესანიშნავი ნახატებს და იმ პერიოდში ვხატავთ და გადმოვწევთ ამ ყველაფერსო და მართლაც ის როდესაც არის იმ მდგომარეობაში იმ ემოციას მართლაც ხედავს უკვე და ძალიან კარგი არის როდესაც აი ეს ნახატი რო შემოვამზადეთ უკვე მე რაღაც ემოციები გამიჩნდა და ჩემი ინტერპრეტაციით ახსნა დავიწყე და რაღაცები უკვე თითქმის მსგავსი იყო და ეს მართლაც კარგი არის რომ ნიჭიერება არის ზუსტად და ის რომ თქვენი ემოციები ფუნჯის საშუალებით გადმოსცემ და უკვე სხვა თვითონ შემფასებელიც უკვე იმას დაინახავს რასაც თქვენ ძალიან დიდი ნიჭი უნდა არანაკლები ნიჭი არის ის რომ დაინახო ნახატი და წაიკითხო ნახატი ასე თქვენ გავდეკთ ეგ ნიჭი იმიტომ რომ როგორც კი შემოვედი ეგრევე ეს ნახატზე ეგრევე დაიწყეთ საუბარი მე სპეციალურია ეს კი შავი ანგელოზი მაგრამ შავი ანგელოზები არის რადგან შავი უფრო რადგან ციტას ანგელოზი პირველი შეხედულება მაგრამ მე მივხვდი რომ ადამიანები მიფრინავენ და თურმე ნუ უკვე ქონია სტიქიურ უბედურებასთან და ესეც რამდენიმე დღით ადრე არის ნახატი შესრულებული და ნუ რა თქმა უნდა პირველი თქვენი პერსონალური გამოფენა იქნება და როგორ ემზადებით პერსონალური გამოფენისთვის და ძალიან ნერვიულობ ესე იგი ნახატი იქნება თქვენს მიერ შესრულებული გამოფენილი ჩემი პერსონალური გამოფენა იქნება და თავისთავად ეს ნიშნავს იმას რომ იქნება მარტო ჩემი ნახატები და სავარაუდოდ 20 ან 30 ნახატი იქნება რა დაახლოებით მეხმარება ამაში მხატვარი ლუკა გიკნაძე რომელიც არის პროფესიონალი მხატვარი არაჩვეულებრივი პიროვნება და ადამიანი მას აქვს თავის პატარა გალერეა ალექსანდრე დიუმას 8 ნომერში ლესელიძიდან არის ასასვლელი ლესელიძის ქუჩიდან თქვენ თუ მოგზავნებით ძალიან გამიხარდება 2 საათზე გვექნება გახსნა და იქ იქნება ჩემი ნახატები წარმოდგენილი და ნერვიულობ თავისთავად იმიტომ რომ ეს იქნება პირველი ჩემი სერიოზული ასე ვთქვათ გამოფენა და იქნება გამომდინარე რომ მე არ მაქვს პრეტენზია რომ ვარ მხატვარი რაღაცა ცოტა კომპლექსები მაქვს და ლუკამ მითხრა რომ არავითარ შემთხვევაში ნუ რა თქმა უნდა ეს კომპლექსები მოიხსნება და თქვენ მართლაც უფრო მეტ და დიდ წარმატებებს მიაღწევთ და ნუ რა თქმა უნდა თქვენ როდესაც აი ფულს რო იღებთ ხოლმე რაღაც პერიოდი არის მაგალითად აი შეიძლება უცბად ხამე ან დღე
ან დილა, ან სადღაც ისეთ ადგილას იყოთ მთაში, ბარში, სივრცეს აქვს მნიშვნელობა მაგ დროს რა სრულიად თქვენ წეღან ბრძანეთ და სრულიად დაგეთანხმებით აი 100%-ით რომ აი მხატვრები ამბობენ რომ აი რაღაცა დეპრესია მოგვაწובה აი მაშინ ხატავთო აი როდესაც ვარ ძალიან კარგად მაგალითად როდესაც არც ფინანსური პრობლემა არ არის არც ჩემ ბიზნესში არ არის პრობლემა აი ყველგან რაღაცა კარგად არის მაშინ ნაკლებად მინდება ხატვა ესე კი შედევრები რომ შეიქმნას პრობლემები უნდა გქონდეს პრობლემა სიმართლე რომ ეს ახლა ნახევრად ხუმრობით მაგრამ თუ მართლა რაღაცა ისეთი სერიოზული უნდა რომ ხატვა გადაიტანოს სტილოზე უფრო რთული სიტუაცია რო აქვს ამ მდგომარეობა მაშინ უფრო სერიოზული გამოსდის ეს ფაქტია კი მე ეს მომისმენია და ძალიან ბევრ მხატვარს ჩემთვის ასე პატმოციათ რომ ასე მდგომარეობაში უფრო ხატავთ და მართლა ღირსშესანიშნავი ნახატები ვიხილე მე უკვე მრავალი ზავით მე რამდენი მხატვარი მყავდა მე გადაცემაში და ну რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისაუბრეთ თქვენს სპორტის ყოფილი სპორტსმენი ბრძანდებით ასევე მხატვარზე ბიზნესმენი ну ყველაფერს შევეხეთ და სპორტული მანქანებით ხართ გატაცებული და რა შეგაყვარათ ეს მანქანებით ну რა თქმა უნდა ყოველთვის ბიჭები უფრო გამორჩებიან რომ თქვა ავტომობილზე არიან შეყვარებული ბავშვების ასაკშივე თამაშობენ ავტომობილებით და სათამაშო ის და შემდეგ უკვე მე გადართული არიან მე მართვა და ასე შემდეგ და ეს თვითონ რაღაც აზარტული ხართ რა რბოლა და ის მოგწონთ თუ უბრალოდ ყურებადი არის აღმოვაჩინე მოკლედ რომ მქონია სპორტული მანქანების მიმართ სიყვარული და ეს მოხდა ესე შემთხვევით რომ ადრენალინი არის სიჩქარეს კი რა თქმა უნდა ყველაფერი შემდეგ მოვიდა და შემდეგ აღმოვაჩინე და აი მაგასაც ქრონოლოგიურად მინდა რომ დავალაგო ძალიან მოკლედ თავიდან მე მყავდა უფრო მეტად ჯიპი მიზიდავდა რა ბავშვობიდანვე მიყვარდა ყოველთვის მანქანის მიმართ სიყვარული მქონდა და უფრო მეტად ჯიპები მიზიდავდა და მყავდა ძალიან ბევრი ჯიპი სხვადასხვა ჯიპები სხვადასხვა ეტაპებზე ასე ვთქვათ ცხოვრების რა და სამოყვარულო ოფროუდი მიყვარდა ხოლმე და გამოდიოდი ხოლმე რა ბიჭებთან ერთად რა ხანსა დავდიოდით ტალახში დაკიდებულ აღმართებზე შეიძლება რომ აი ნახევარი სიცოცხლე მოკლედ რო გიკავია ხელში იცი რომ შეიძლება რაღაც დაგემართოს და იქ რომ მაინც გადავსულვართ და რაღაცა იგი სასწაულა მდგომარეობებში ყოფილვართ და შემდეგ მოხდა ისე რომ მე გასაყიდად რაღაცნაირად მომინდა რომ მოდი მეთქი მქონდა რაღაც დანაზოგი თანხის და ჩამოვიყვან მეთქი მანქანას ამერიკიდან და გავყიდითქო და ვიყიდე მუსტანგი მუსტანგის ბავშვობიდან რა თქმა უნდა მიყვარს როგორც ამერიკული ასე ვთქვათ muscle car-ი და გადავწყვიტე რომ მუსტანგი ჩამომიყვანა და მეთქი გავყიდი და რო ჩამოვიდა ეს მუსტანგი და რო დავჭექი იმის მერე სკომაკანა კი მეორე Subaru მყავს ეხლა და Subaru ძალიან მიყვარს მაგრამ მუსტანგი უკვე არის ჩემი ცხოვრების აი სერიოზული დიდი ნაწილი ასევე უნდა აღვნიშნო აუცილებლად რომ გამაცნო ძალიან კარგი ადამიანები Mustang Team of Georgia სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ბიჭები რომლებიც რა ვიცი აი ჩემთან ერთად თუ რამე აქტივობა არის და თუ ვინმეს ასე ვთქვათ რამე ან დასახმარებელი არის და ჩვენ შეგვიძლია და რაც შედის ჩვენ შესაძლებლობებში ეს გავიკეთებია მე პირადად რაღაცა პრობლემებით რაღაცა ბიზნესთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან წინა წელს რაღაც დიდი ოპერაცია გავიკეთე მოკლედ და იქ ყველაფერში რომ მეც გვერდით მიდგნენ ჩვენს კიდე მე სხვებს ასე გვერდით დაუდეკით და მოკლედ აი ესეთი კეთილი ადამიანები არიან და ამათ მათ ლად გამაგიჟეს და შემაყვარეს მოკლედ ესე იგი დიდი სიყვარული ეს თიმი ეს ოჯახი დიდი გუნდი კი ბატონო ჩვენი საქართველოს მუსტანგის გუნდი და ბიჭებს მოკითხვა აქედან რა თქმა უნდა მე შევუერთდები თქვენს მოკითხვას და წარმატებებს ვგისურვებ და ჩვენ ასე ვთქვათ თითქმის ყველაფერზე ნუ მეტი დრო შეგვიძლია რომ მაგრამ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ გადაცემას დასასრულს უახლოვდება და გვაქვს ტრადიციული კითხვა ყოველთვის რაც უსურვებთ ჩვენს ვირფას ტელემაყურებელს ტელეკომპანიათ რაც გადაცემა ახალ შევატყეს და ჩვენს ვირფას ემიგრანტებს ყოველთვის გადაცემაში ხოლმე ემიგრანტებს მოვიკითხოთ იმიტომ რომ ძალიან სასიკეთო და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ქვეყნის გადარჩენა მოხდა იმ წლებში კი ბატონო თითოეული ოჯახის ემიგრანტები ჩემთვის პირადად არის ძალიან დიდი ტკივილი იმიტომ რომ ქართველი ადამიანისათვის საქართველო მე ესე მგონია არის ბევრად უფრო დიდი შინაარსის ვიდრე სხვა ქვეყნის ადამიანებისათვის თავიანთი ქვეყანა შეიძლება რაღაცა გადაზედმეტებულადაც ვამბობ მე მაგრამ რატომღაც ესე მგონია რა ქართული ფილმი ვიცით ჩვენ მოკლედ ფესვებიც ნერგებიც რაღაც საოცარი ასე ვთქვათ ფილმი არის და ამ ფილმიდან გამომდინარეც ბევრი რამის
გაგებაც შეგვიძლია რას თუ რას გულისხმობ. მე უსურვებდი მათ პირველ რიგში რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში და ისეთ ქვეყანაში რომელი ქვეყანაც იქნება ძალიან ძლიერი და აქ ძალიან მარტივად 1000 ჯერ თუ არა და 100 ჯერ მეც რომ გააკეთებდნენ, აი ამას უსურვებდა იყვნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად ფილად და ტკბილად. ძალიან რთული არის, როცა მიდის დედა ან მიდის მამა და მშობლების გარეშე იზრდებიან ბავშვები ფაქტიურად ძალიან ორი თაობა ფაქტიურად ჩვენი დედმამის გარეშე არიან გაზრდილი რა და ეგ არის ძალიან დიდი ტკივილი ჩემთვის პირადად. ასე რომ მოკითხვა მათ და წარმატებები და თქვენს გადაცემას კიდე თავისთავად ძალიან დიდი წარმატება მინდა უსურვო, ბევრი კარგი სტუმარი აუცილებლად და მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ძალიან მოხარული ვარ და ძალიან მიხარია რომ თქვენ კარგ ადამიანებთან დღეს მოხვდით და გაგიცანით, იმიტომ რომ არ იწყება და არ სრულდება ერთი დღით ხო ეს გრძელდება და ჩვენთან გადაცემის შემდეგ უკვე ჩვენ მეგობრობთ და მრავალჯერ 2026 წელს უნდა მოგიწვიოთ ახალი ნახატები უნდა წარმატგინოთ და ჩვენ ზუსტად მაყურებელსაც მოუყოთ თქვენ შესახებ ბევრი სიახლეების შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ რომ მობრძანეთ ჩვენთან გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გულოცავთ ამდენ 2026 წელს სრულიად საქართველოს და წარმატების, სიხარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს და რა თქმა უნდა თქვენს ასევე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და 2026 წელში კიდევ უნდა გვესტუმროთ. აუცილებლად გესტუმრებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ბიზნესმენი, მხატვარი, ყოფილი სპორტსმენი კალათბურთელი და გატაცებული სპორტული მანქანებით ბატონი სერგი ხაზარაძე. გემშვიდობებით ბედნიერად.